ნანუკა ჟორჟოლიანო და იმნაძისა და ბერუაშვილის ადვოკატებო, სამივე მოდით აქ ჩემთან. სანამ სათქმელს ვიტყოდე, პატივცემულო მსმენელებო, ბავშვებს და ქალბატონებს მოგმართავს, რომლებისთვისაც მიუღებელია ცენზურა დაუცველი ვიდეო, თქვენ შეგიძლიათ ამ წამსვე დაასრულოთ ვიდეოს ყურება. მერე არავინ არ იფიქროს, რომ არ გაუფრთხილებივარ ამ ადამიანს და რა უცენზუროდ და რა სამართლიანად საუბრობსო. ვინც მე გამკითხოს, ყველას მოუთხან კარგი სტრაკი. წერტილი. ნანუკა ჟორჟოლიანო, ეგრეთ წოდებულო ნანულა, მომისმინე ერთი წუთით ყურადღებით და შენამდე აუცილებლად მოვა ეს ვიდეო. მიცნობ თუ არ მიცნობ, აუცილებლად გამიცნობ. რაული ყოლბაია ვარ სტრასბურგიდან. აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ ამ წუთას სტრასბურგში ვარ შენნაირი უღირსი ქართველების გამო. მაგრამ რა მინდა რომ გითხრა. ძალიან გაბლატავებული მეჩვენები, ძალიან გაბლატავებული და შენ არა ხარ იმ დონის ქართველი და იმ დონის პატრიოტი, რომ ღირსების წითელი ხაზები გადაკვეთო. შენ სულით პოლიტიკური მეძავი ხარ დაბადებული, რომელსაც შეგიძლია ერთ წელიწადში რიგ თანხის საფუძველზე ერთი პოლიტიკური პარტია ლანძღო, მერე ადიდო, მერე ისევ ლანძღო, მერე აქეთ გადახტე, მერე იქეთ გადახტე, მაგრამ შენ ნანუკა ჟორჟოლიანო არანაირი მორალური უფლება არ აქვს ღირსეულ ქართულ ოჯახს შეეხო, ღირსეულ გარდაცვლილ ადამიანებს შეეხო და როგორც წარმოგიდგენია შენი თავი, ვითომ რაღაც პარტიის მეთაურად დამნიშნა მიშამო. მიშამ ეგრეთ წოდებული ნაგავი გიორგი სიგუას დაგვინიშნა აქ. მე კი არა, მაგრამ ემიგრანტებს დაუდო თავზე ნარკომანი, ჩანერგილი, ყველაფრის მკადრებელი გიორგი სიგუა. და გიორგი სიგუას რა რეიტინგი ქონდა, იმაზე ბევრად დაბალი რეიტინგი გაქვს შენ. მაგრამ იმასაც არ ვმალავ, რომ შენ პროფესიონალი ხარ მედროვეობის. მაგრამ შენ არც ერთი წამით არ აქვს იმის უფლება გარდაცვლილ მასწავლებელ გიგა ავალიანის საფლავს შეეხო, მის ღირსებას შეეხო, მის სულს შეეხო და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, აი ჩემი მოგონილი არ არის, ყველა ღირსეული ქართველი ნახულობს. გმირი დედის ეტალონ ეკა კუპატაძის ოჯახზე პოლიტიკურად ისაუბრო. რა უფლებით და ვინ ჩემი ფეხები ხარ საერთოდ რომ გამოდიხარ საჯაროდ და რაღაც მტკიცებულებებს რომ ითხოვ. ანდა 3 დღის უკან ვითომ სამეგრელოში იყავი ცხონებული ლანას სამძიმარზე და ვითომ საქართველო გტკივათ არა? აბა გულში ჩაიხედე შენ ნანუკა ჟორჟოლიანო და შენი პარტიის მიმდევრებო. გაგახსენებთ ცოცხალ ნათელ ფაქტს. 5 ქართველი, რომლებიც საკუთარი ღირსებით და საკუთარი ჯიბის ფულით რო იყვნენ მიტინგზე ჩამოსული და 5 გმირი ქართველი ტრაილერმა რო გაიტაცა, თქვენი მხარდამჭერები, რომელმა ნაციონალური მოძრაობის ან ბორდის ან საბჭოს რომელმა წევრმა ჯერ საფლავიც არ იცით სად არის და თქვენ გტკივათ ქართველები, თქვენ გტკივათ გიგა ავალიანი ან თქვენ გტკივათ ის ნია იმნაძე ან ვინმე ბერუაშვილი ან არა აქვს მნიშვნელობა ვიღაც ზოსიმე. თქვენ ხართ პოლიტიკური მეძავები. აი როდესაც გიკვირთ რომ ხალხი რატო არ ერთიანდება, აი თქვენნაირი უღირსების გამო არ ერთიანდება. ნებისმიერი პოლიტიკური მეძავი ხართ, რომელიც ყველა ფულზე გაყიდული, ყველაფრის მკადრებელი. შენ არ იყავი ბერა ივანიშვილის გამპიარებელი, შენ არ იყავი ქოცების გამპიარებელი, დღეს ნაცების გამპიარებლად დაგდეს, არ არის პრობლემა. რუსეთის ხალხი ხარ და ემონეთ სანამ რუსეთი ფეხზე დგას, მაგრამ ეს ალკე საკითხია, ხვალ რა მოხდება. შენ არც ერთი მორალური უფლება არ აქვს ნანუკა ჟორჟოლიანო და არც ერთ პოლიტიკურ მეძავს, რომ ღირსეული ქართველების ოჯახში ხელები აფათუროთ. ბურთხის ღირსი ხართ ნებისმიერი და კიდევ კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენი დრო წასულია.
თქვენ რასაც გინდათ აკეთებდით, რასაც გინდათ იმას კადრულობდით და ნებისმიერ ფულზე გქონდათ წვდომა, ნებისმიერი ძალაუფლება თქვენი ოჯახის წევრების წინამორბედებიდან რომ გადმოგებარათ. დასრულდა ეს, ხო იცით რას ნიშნავს? დასრულდა და მალე წერტილი დაესმობა ამას. დაესმება, როდესაც მოსკოვს დღეს ხო ბომბავენ, მაგრამ წითელ მოედანზე, როდესაც კვამლი ამოვა, იმ შემთხვევაში ნებისმიერი დღეს პრორუსული ვითომ ქართველი პატრიოტები ყველა ერთსულოვნებით ჩაძაღლებით, მაგრამ ამ ვიდეოს როგორც ჟარგონულად იტყვიან ნეოჩერედნით გიძღვნი, იმიტომ რომ შენ ღირსეულ ეკაკუპატაძის და გარდაცვლილ ღირსეულ გიგა ავალიანის სულს იმ დონეს სულით დაცემული ადამიანი ხარ, შენ არანაირი უფლება არ აქვს რომ მომავალში გაიმეორო ნებისმიერი საკითხი. თქვენ ნაცებმა და ქოცებმა ერთმანეთს ეპაექრეთ. საბედნიერო ძალიან ბევრნი ხართ ერთმანეთის ნებისმიერი რაღაცა რო აკადროთ ისეთი, ნებისმიერი მეტაშე რო აიყოლიოთ და კიდევ ერთხელ გეტყვი, დამიმახსოვრებ, დარწმუნებული ვარ, აწი არ დაგავიწყდები. თქვენ გაზრდილი ხართ სხვის უკანალში სუნთქვით და თქვენც ის გინდათ რომ თქვენი უკანალიდან და თქვენმა მეტაშეებმა გიყურონ და გისმინონ, მაგრამ ჩემნაირი ქართველები დიდება უფალს მარტო ერთადერთი არა ვარ, მე ერთ-ერთი ვარ. ჩემნაირი ქართველები აუცილებლად 1 მეტრის წინ მოგიწევთ პასუხების გაცემა. აი ასეთი უღირსი რო ხარ, შენს მონაკვეთში, შენს კვადრატში რაც გინდა ის იკადრე, ქოცებთან რაც გინდა ის იკადრე, ქოცებსაც აქვთ უფლება თქვენთან ნებისმიერი უკადრებელი იკადროს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანო და ყველა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერო ბოსებო, ღირსეულ ქართველებს თავი დაანებეთ თუ არა, თქვენ ღირსეული ქართველების წინაშე აუცილებლად მოგიწევთ 1 მეტრში დადგომა, ქოცებთან ერთად. წერტილი. რაც შეეხება თავში ვახსენე, ნია იმნაძის ადვოკატი, დიდყურებიანი ვაჟკაცი, სახელი არ ვიცი, არც მაინტერესებს, სახეზე დაგიმახსოვრე უკვე და ასევე ქერა გამოშტერებული ერთი ვიღაცა ქალი, არც სახელი არ ვიცი იმის, ბერუაშვილის ადვოკატი. რა მინდა იცით თქვენ? ქოცნაცო თქვენ პოლიტიკურად კი არ გიწოდეთ, უბრალოდ სალანძღავი სიტყვაა ჩემთვის და ასე მოგმართავთ. ნათქვამია რომ ადვოკატი ვალდებულია ყველა დაცვის ქვეშ ყოფ ადამიანთან აიღოს საქმე და ასე შემდეგ და მიხედოს და ასე შემდეგ. რაც გინდა ის აკეთეთ. ყველაფრის უფლება გააქვთ, პასტა, ფურცელი, კანონი და ასე შემდეგ, მაგრამ ტელევიზიებით ნუ გამოდიხართ და იმ აყროლებული სული რაც გაქვთ შიგნით, იმას ნუ გადმოსცემთ აქეთ თუ არა. ან თქვენი დედა შეიცოდეთ, ან თქვენი მშობელი შეიცოდეთ, ან თქვენი ოჯახის წევრი შეიცოდეთ, იმიტომ რომ ჩემნაირი ღირსეული ქართველები გისმენენ და იმ უღირს, იმ არასწორ საქმიანობას და არასწორ მიმდინარეობას რო აჟღერებთ და თითქოს ვითომ არაფერი არ მომხდარა, თქვენ არასწორებო და თქვენ ბესელიას გაზრდილებო. მე მოვკალი გიგა ავალიანი მაშინ თუ თავი მოიკლა. მაშინ დაამტკიცეთ რომ თავი მოუკლია გიგა ავალიანს. თქვენ უღირსის გაზრდილებო თქვენა. მე ჯერ არ დავინახო ინტერვიუს აძლევდე ტელევიზიებს თუ არა. აუცილებლად დაგიმახსოვრებთ, სანამ ცოცხალი ვარ. აუცილებლად დაგიმახსოვრებთ და დასრულდება ეს ქოცი, ნაცი, პრორუსული და საქართველოში გაბატონებული უღირსი ძალაუფლების მქონე ადამიანების ჟამი. და პირადად თქვენ ჩვენი თაობა ხართ. შეიძლება ვოლსკი ჩაძაღლდეს, შეიძლება წულუკიანი მოკვდეს, შეიძლება სხვები ხანდაზმულობით გარდაიცვალნონ, მაგრამ თქვენ ჩვენი თაობა ხართ და ჩვენ წინ მოგიწევთ დგომა. აი ამიტომ კეთილი ინებეთ, თუ ადვოკატები ხართ, იადვოკატეთ სასამართლოში, იადვოკატეთ სახლში მიაკითხეთ, მაგრამ საჯაროდ ნუ გამოდიხართ და ნუ აღებთ პირს. თუ არა, აუცილებლად მოგიწევთ თქვენ პირადად პასუხისგება. დიდი მადლობა.